რა თქმა უნდა, ახლა ლონდონში არც ერთ ქართულ მედიას საშუალებას არავინ არ უყურებს და ეს ყველაფერი ვეთანხმების საფუძვლიანი ეჭვია და ვარაუდია, რომ აქედან გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, არის ზოგადად ამ სანქციების მიზანი. ჩემი აზრით ის ძალსახაა, რომ ზოგადად დასავლეთში საქართველოსთან მიმართებაში რაღაც გადაწყვეტილებები როცა მიიღება, ისინი ეყრდნობიან აქ ადგილზე თავის ხალხის მიერ გაგზავნილ ინფორმაციას. ხო, აქ ყავთ თავიანთი ხელფასიანი აგენტურა, რომელიც მათ უგზავნის მოხსენებას თუ როგორ მიმდინარეობს სიტუაციები, რა მიმართულებით არსებობს პრობლემები და ასე შემდეგ. დიდად იქ ჩახედულები ნაკლებად არიან, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფები. იქ რა თქმა უნდა არის გამოყოფილი ჯგუფი, რომელსაც ევალება, რომ საქართველოში გაერკვეს საქართველოს სიტუაციაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინიც მათი გარკვევაც ვერ იქნება სიღრმისეული. ამიტომ ისინი დიდწილად აქედან გაგზავნილ ინფორმაციაზე არიან დამოკიდებული, ხო? და სხვათა შორის ამ გადაწყვეტილებასაც, აი ამ სანქციასაც ეტყობა ეგ. ეტყობა ის, რომ აქედან არის გაგზავნილი ზოგადად ეს მიმართულება, საით უნდა მოხდეს სანქციების წარმართვა. ეგ ეტყობა რაზე ახლა აი მაგაზეც ორი სიტყვით ვიტყვი. საერთოდ რომ გავიხსენოთ საქართველოში ვინ დასანქცირდა, ხო? დასავლეთის მიერ საქართველოში არსებობს აი ეგრეთ წოდებული პროდასავლური ჯგუფი, არ ვიცი, ევროპა თუმეები თუ ამერიკა თუმეები არსებობენ, რომლებიც ატარებდნენ უზარმაზარ აქციებს, საკმაოდ მრავალრიცხოვან აქციებს და რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ საერთოდ პოლიტიკურ პროცესებს, არჩევნებიდან დაწყებული ყველაფერს, ხო? არაფერს ლეგიტიმურად არ აღიარებდნენ მთავრობაში. მათი ასე ვთქვათ, მოლოდინი იყო ის, რომ დასავლეთი რაღაც რეაგირებას მოახდენს. ვინ რა რეაგირება მოახდინა დასავლეთმა, ეგ რომ გავიხსენოთ, აი დღემდე. ესეც ერთ-ერთი რეაგირების ნაწილია, ხო? ეხლა ტელეკომპანია იმედის დასანქცირება და პოსტივის დასანქცირება, რა თქმა უნდა, ისინი ვითომ კერძო ტელევიზიებია, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა მიცი საქართველოში ისინი სამთავრობო არხებია. ამიტომ მათი დასანქცირება ზუსტად მაგ ჭრილში მოხდა, რომ ქართულ ოცნებაზე შეტევის ჭრილში. ამიტომ რომ გავიხსენოთ ვინ დასანქცირდა, ისეთი ფიგურები დასანქცირდა, რომელიც ქართულ ოცნებას დიდად არ აღელვებს. რომლებიც უკვე, ასე ვთქვათ, ასე ჟარგონს გამოვიყენებ, ჩამოწერილები იყვნენ ქართული ოცნების სტრუქტურებიდან. აი მაგალითად ლილუაშვილი, ხო? ლილუაშვილი ან ვისა ხარებას ხარაზიშვილი. ხო, უკვე ლილუაშვილი არის მთელი რიგი კორუფციების ბრალდებით უკვე ჩვეულებრივად ქართულ ოცნება ხელს აწმინდავს ყველაფერს, ხო? რა თქმა უნდა, ხელს აწმინდავს, იმიტომ ვიძახი, რომ იმიტომ კი არ იმას კი არ გულისხმობ, რომ თითქოს კორუფციებს არ იყო დაკავებული, იმას გულისხმობ, რომ ყველამ მიცოდა, რომ კორუფციით იყო დაკავებული და ეგ არავისთვის ახალი ამბავი არ არის, ხო, არც ქართულ ოცნებაში, არც არსად. ეგ უბრალოდ რაღაცა შიდა დაპირისპირებაა ქართულ ოცნებაში, რომლის საფუძველზეც უკვე ჩამოწერილია მთელი ჯგუფი, დიდი ჯგუფი ქართულ ოცნებაში, უკვე ბევრი პასუხისგებაშია მიცემული და ზოგი გაქცეულია და ზოგი ეხლა ელოდება კიდე პასუხისგებაში მიცემას, ხო, ეგ ხალხი თუ კი ვინმე დასანქცირდა ეგეთი ვიღაცები, ხო? არავინ ისეთი არ დასანქცირებულა, ვინც
დღეს არის თავარი ქართული ოცნების სახე. ხო, ეგეთი არავინ არ დასანქცირებული. რაც ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ აქედან წასული ინფორმაციის საფუძველზე ხდება ზოგადად დასანქცირება. მე საერთოდ ეგეთი ეჭვი მაქვს, რომ აქედან ვინც ინფორმაციას აწუდის, ის ოცნებასთან არის გარიგებული. მე ეხა მაგალითად ქართული ოცნების ტელევიზია აი იმედი ხო? იმედი ის მეპატრონე იყო რუხაძე, ხო სწორია? რუხაძე იყო მეპატრონე, რომელმაც ძალიან უცნაურად გამოაცხადა, რომ მეპატრონეობას სხვას გადასცემს და გავიდა ცოტა ხანი მაგის მერე და ვიგებთ ახლა, რომ ტელეკომპანია იმედი დასანქცირდა, ხო? აი ეს ხო ელემენტარულად მიანიშნებს იმას. ეგ დასანქცირება რომ რეალურად არნაირი შედეგზე არ არის გათვლილი. არ არის ამ სანქცირებრის მხრიდან ვიძახიან, რომ კაცი გააფრთხილდეს. ეგ ხო უთხრეს რომ ამას ვაპირებთ, მოდი შენ გვაგანს. ეგ ხო მტკიცდება, აი მოდი ასე ვთქვათ რა, ემაყურებელმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა. აი ამ ფაქტით, რომ რუხაძე მეპატრონეობა გადასცა სხვას და შემდეგ იმედს ასანქცირებს. ეს ხო ის უბრალოდ მტკიცდება, დასკვნა რომ ყველამ თავისით გამოიტანოს, რომ გააფრთხილეს, საქმის კურსში იყო და გაერიდა სანქციებს. ანუ სანქციები აირიდა თავიდან. ანუ ამის დასანქცირება არ უნდათ. ხო? და ეგ რას ნიშნავს? ეხა საქართველოს ოცნებაში ვინც რეალური მაღალჩინოსანია, მართლა ვინც სანქციებზე მოწყვლადია, ეგეთი ფიგურები არ სანქცირდება. სანქცირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც უფრო ქვედარგოლია. ხო და რაზე არის აქ გათვლა და რატო ხდება ეგეთი სანქციები, ეგეც უნდა მაგის ანალიზიც გავაკეთოთ. საქმე იმაშია, რომ ოპოზიციამ ეხა ხო დასავლეთზე ფსონი დადო აი ამ არჩევნებზე ტრამპის და აი ეს ტრამპის ადმინისტრაციამ როცა გაიმარჯვა ბოლო არჩევნებში ამერიკაში, მაგ დროს მეორე ფლანგს რომ მოეგო ამერიკაში, სულ სხვანაირად წავიდოდა პოლიტიკური გარემო, მათ შორის საქართველოში და საქართველოში ოპოზიციამ მაგაზე დადო ფსონი. იმიტომ რომ აქაური რეალურად პროდასავლელები მაგ ფლანგთან არიან კავშირზე. ტრამპის ფლანგი ამათ არ პატრონობს. ხო და არ მოხდა ისე, როგორ რა ფსონიც ამათმა გააკეთეს, გაიმარჯვა ტრამპის მხარემ. ეხლა ამერიკის პოლიტიკა იცვლება ჩვენს რეგიონთან მიმართებაში, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, შესაბამისად აქ არ არის ასეთი რაღაცა მოთხოვნები წამოყენებული. ამიტომ ის ბოიკოტი, რომელიც წამოიწყო ოპოზიციამ, დარჩა უპასუხო. დასავლეთმა მხარი არ აუპა. მაგრამ არსებობს ის მეორე მხარეც, ხო, რომელთანაც სინამდვილეში უფრო დაკავშირებული არიან ეს ჩვენი პროდასავლელები. ასევე ევროპაშიც არიან ძალები, რომლებთანაც ესენი უფრო იდეოლოგიურ კავშირზე არიან, ხო? იმისთვის რომ საქართველოში სუმთლად არ გაქრეს ეს პროდასავლური განწყობები და სუმთლად არ დაიკარგოს ამის ლეგიტიმაცია საზოგადოებაში. რაღაც საინფორმაციო და განწყობების დონეზე მხარდაჭერა კეთდება დასავლეთიდან. ანუ აქ რო საბოლოო ჯამში პროდასავლურ ფლანგს არ გაუჩნდეს, არა ლიდერებს, მე პარტიის წარმომადგენლებს არ გულისხმობ, ხა გასაგებია, რომ იმათთვის ეგ სამსახურია და ფულის კეთების საშუალება და იმათ არაფერი არ მობეზერდებათ, მაგრამ რაღაც ელექტორატს ხომ უნდა დაეხვდნათ. კი. ჩვეულებრივ ადამიანებს, ხო, პროდასავლურად განწყობილ ხალხს, რომელიც, რავი, დღემდე ზოგი ვერ გამოდის იმ იმედებიდან, რომ დასავლეთი დაგვიცავს, ხო? სხვა შორის აქ ზურამ უთხრა ამას წინათ ოპონენტი რო ყავდა, რომ, რავი, რუსეთისგან როგორ დაგიცავთ, ბიძინასგან ვერ გიცავთ, ხო? ლეგიტიმური შენიშვნა. ეგ რო არ გაჩნდეს
და არ მოხდეს კიდევ უფრო მეტად ფრუსტრაცია პროდასავლური სეგმენტის, რომელიც ისედაც დემორალიზებულია. პერიოდულად ჭირდება რაღაც დემონსტრირება, რომ არა დასავლეთ თქვენ არ მიუტოვები ხართ, მაგრამ ამავდროულად რაღაცა ისეთი არ უნდა გააკეთოს, რომელიც რეალურად დარტყმას მიაყენებს ქართულ ოცნებას. კი, აკეთებენ ისეთ რაღაცას, რაც სურათისთვის შეიძლება გამოდგეს, მაგრამ დიდად რაღაცა შედეგს არ გამოიწვევს. მოდი ასე ვთქვათ. თუ დასავლეთს სანქციების დაწესება უნდა იმ მიზნით, რომ ქართულმა ოცნებამ რაღაცა დათმობებზე წაიყვანოს ქართული ოცნება და უკან დაიხიოს ქართულმა ოცნებამ, მაგისთვის ასეთი სანქციები არ გამოდგება. ეს სანქცია აშკარად არ არის მაგაზე გათვლილი. იმედის და პოზიტივის დასაქცირება არის გათვლილი საინფორმაციო და პოლიტიკური იმიჯის გაფუჭებისთვის. მეტი სხვა დანიშნულება არ აქვს. პრაქტიკაში, ხო, ეხლა პრაქტიკაში ეგ არის იმედი არის ისედაც ხა საქართველოს საზღვრებს გარეთ არავის არ აინტერესებს იმედი. მე ისიც არ ვიცი საქართველოში რატო აინტერესებს ვინმეს, მაგრამ საქართველოს საზღვრებს გარეთ ხო საერთოდ არაფერი. უცხოელებს ნაკლებად. ქართველმა ემიგრანტებმა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ისედაც გააგრძელებენ მაგის ყურებას, მაგ მიმართულებით მაინც მოახერხებს იმედი არსებობას. ხო, ამიტომ რაც თუ საუბარია რამე ფინანსური პრობლემები არ შეექმნებათ, ხო, ქართული ოცნების ხელშია, ქართული ოცნების ტელევიზია, ისინი ფულის მიცემას ყოველთვის შეძლებს. რეპუტაციული დარტყმა ნამდვილად არის მათთვის. იმიტომ რომ ქართული ოცნება პოზიციონირებს ეგრე რომ თითქოს ის დასავლეთის კურსს არ უხვევს და დასავლეთის კურსის ერთგულია. და რა თქმა უნდა მაგ დარტყმას მიიღებენ და სწორედ აი ეს საინფორმაციო დარტყმა იყო ამოცანა. მართლა რომ დომოდა დასავლეთს აქ სანქციებით რამე ცვლილებები გამოეწვია, მაშინ დაასანქცირებდა არა ტელეკომპანია იმედს, რომელიც მისმა მეპატრონემ გაასხვისა იმისთვის რომ ელოდა სანქციებს. არამედ დაასანქცირებდა პირდაპირ მეპატრონეს. ხო, რომელიც გააფრთხილა, რომ არ შეხებოდა სანქციები. ხო, ამიტომ ეს ყველაფერი აჩვენე მიანიშნებს იმაზე, რომ არ არის ამ სანქციების ამოცანა ქართულ ოცნებას უკან დაახევინოს. ამ სანქციების ამოცანა არის ის, რომ საქართველოში პროდასავლური ფლანგი არ გაქრეს. პროდასავლურმა ფლანგმა იმედები შეინარჩუნოს. დასავლეთის მიმართ მოლოდინი შეინარჩუნოს და რატო? რატო უნდა შეინარჩუნოს? ეგეც რისთვის ინარჩუნოს? რატო აკონსერვებენ ამ ეგ სხვათა შორის მნიშვნელოვანი თემაა. ეხლა რომ შევაფასოთ პროდასავლელების მოლოდინი რა არის? პროდასავლელების მოლოდინი არის ის, რომ ამერიკის მომდევნო არჩევნებში დაბრუნდება ისევ ის დემოკრატების ადმინისტრაცია და ისევ საქართველოზე მეტი ყურადღება განახლდება, ანუ საქართველოს მიმართ ამერიკის ყურადღება ისევ გაიზრდება და ზეწოლა ასევე ქართულ ოცნებაზეც გაიზრდება მაგ კუთხით. ეგ არის მოლოდინი მათი და ეხლანდელი მოცემულობის, ასე ვთქვათ, გაყინვა და საერთოდ რო არ გაქრეს პროდასავლური ფლანგი, მაგის უზრუნველყოფა ხდება. ანუ დღეს ჩვენ ვართ, აი პირდაპირ უნდა ითქვას, ასეთ მოლოდინის პერიოდში. ჩვენ ვართ დასავლეთში არის ამერიკაში კონკრეტულად ისეთი ადმინისტრაცია, რომელსაც სხვა პოლიტიკა აქვს. საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება საერთოდ არ მიუღია და მაგ მიმართულებითაც მოლოდინში ვართ, ხო? არ ვიცით რას გადაწყვეტს ეს ადმინისტრაცია, როგორ მოგვიდგება, საერთოდ რა უნდა. დიალოგის უნარი ქართულ ოცნებას არ აქვს, ვერ აწარმოებს დიალოგს. საერთოდ ქართული ოცნება ვერავისთან ვერ აწარმოებს დიალოგს, მარტო არაბებთან აწარმოებს. ხო? დანარჩენი ვერავისთან ვერ აწარმოებს. ამიტომ მაგ კუთხით გაუგებარია, რა ხდება და მოლოდინის რეჟიმში ვართ. მეორე ადმინისტრაცია
რომ დაბრუნდეს მომავალ არჩევნებში, მაგის მოლოდინის რეჟიმშია ოპოზიცია.